ტოლობის შესავსებად გამოიყენეთ მოცემული სურათი. Როგორც ხედავთ, ეს სავარჯიშვი არის ისეთი სტილის, რომ გვაქვს რაღაც გამოსახულება, რაღაც მაგალითია მოცემული წილადების შეკრების და ვიზუალურადაც არის იგივე მაგალითი გადმოცემული. და ამ ვიზუალური ინფორმაციის მიხედვით უნდა შევავსოთ გამოტოვებული ინფორმაცია. ამ შემთხვევაში რა გვაქვს? გვაქვს 93 მეასედი და ეს უდრის 9/1000-ს დამატებული რაღაცა მეასედიო. და როგორც გვეუბნებიან, აი ეს ნახატი თუ ნახაზი თუ რაც არის, გვაძლევს ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა უნდა იყოს აი ამ ვარსკვლავის ადგილას. ანუ რას უდრის ეს ვარსკვლავი. 1 არის ეს კვადრატი, ხო? და რაღაცა ნაწილი ამ კვადრატის არის შეფერილი. ნაწილი არის შეფერილი ლურჯად, ნაწილი არის შეფერილი მწვანედ. 93 მეასედი წარმოადგენს ამის შეფერილ ნაწილს და რატომ? თუ დავუკვირდებით 1 2 3 4 5 6 7 8 9 სტრიქონი და თითო სტრიქონი შეესაბამება ერთ ათეულს არის შეღებილი ლურჯად და კიდევ 1 2 და 3 პატარა კვადრატი არის შეღებილი მწვანედ, მაგრამ თავარისაა ჯერჯერობით რომ ორივე, ანუ 9 სტრიქონიც და ეს 3 ერთეულიც არის შეღებილი. ანუ 93, ანუ 9 ათეულს პლუს 3, ანუ 93 კვადრატი 100 კვადრატიდან არის შეღებილი. აი ეს 93 მეასედი ზუსტად წარმოადგენს აი ამ შეღებილ 93 კვადრატს. 100-დან 93 კვადრატი არის შეღებილი. ახლა გვეუბნებიან რომ ესო არის 9/1000-ს, ანუ აი ამ 9 შეღებილ სტრიქონს, სულ 10 სტრიქონია და ამ 10 სტრიქონიდან 9 შეღებილია. ან სხვაგვარად რომ ვთქვა, სულ არის 10 ათეული და ამ 10 ათეულიდან 9 ათეული შეღებილია. ამ 9 ათეულს დამატებული რაღაც რაოდენობა მეასედების, ანუ რაღაცა ერთეულები უნდა დავუმატოთ. რამდენი ერთეული უნდა დავუმატოთ? და როგორც ხედავთ, ნახეთ, 1 2 და 3 კვადრატი არის შეღებილი მწვანედ და ეს 3 კვადრატი რომ დავუმატოთ აი ამ 9 ათეულ კვადრატს, მივიღებთ 93 მეასედ შეღებილ კვადრატს. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, 9/1000-ს რომ დავუმატოთ 3 მეასედი, ანუ აი ეს 3 ცალი 100-დან, თურმე ვიღებთ 93 მეასედს. ესე იგი 3 არის ვარსკვლავი. 3 მეასედი. იმედი არ დაგაბნიეთ. უბრალოდ ვიზუალური წარმოჩენა არის იმისა, თუ როგორ შედგება 93 მეასედი 9/1000-ისგან და 3 მეასედისგან. ტოლობის შესავსებად გამოიყენეთ მოცემული სურათი. 16 მეასედი უდრის 1/1000-ს დამატებული რაღაც რაოდენობის მეასედი. და ახლა მოდი ვნახოთ. ეს არის 1/1000, ნახეთ, 0/1000, 1/1000, 2/1000 და ასე შემდეგ. 16 მეასედი არის ეს წერტილი და ნახეთ 16 მეასედამდე რომ მივიდეთ 1/1000-ს, აი ეს ვარდისფერი ის არის წარმოადგენს 1/1000-ს. უნდა დავუმატოთ რამდენი მეასედი? მოდი დავთვალოთ. ეს დანაყოფები თუ დავკვირდებით არის მეასედები, იმიტომ რომ მეათედებს შორის არის და 10 ცალია. ნახეთ 1 2 3 4 5 6 7 8 9 და 10. მაშინ მოდი გადავთვალოთ რამდენი მეასედი უნდა დავუმატოთ 1/1000-ს რომ მივიღოთ 16 მეასედი. 1 2 3 4 5 და 6. ესე იგი ეს მწვანე ის არის, წარმოადგენს 6 მეასედს და თურმე 1/1000-ს, რომელიც იგივე არის 10 მეასედი, 1/1000-ს თუ დავუმატებთ 6 მეასედს, მივიღებთ 16 მეასედს.